ოლიმპიადის გახსნაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრას ეხმაურება თავად მიხეილ ყაველაშვილი. მისი განცხადებით შედგა თბილი გულწრფელი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავდა საქმიან საუბარსაც. პრეზიდენტის განმარტებით მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით, რის გამოსწორებასაც ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია შეეცდება. ძალიან თბილად მოიხსენია ჩვენი ქვეყანა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა. გაკვირვებული ვიყავი თუ რამდენად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ტრადიციების მიმდევარი, პატრიარქიც კი ახსენა. შემდეგ ამას მოვაყოლა, რომ ლოცვის დღე 17 მაისი დააფუძნეს სულ რა ხალხანს და რომ უთხარით, რომ ჩვენ 10 წლის წინ ზუსტად 17 მაისი სწორედ პატრიარქის ინიციატივით მოხდა, რომ ოჯახური სიწმინდის დღეთ არის საქართველოში გამოცხადებული, ძალიან რა თქმა უნდა გაიხარდა და ეს სიამოვნა. მან განაცხადა, რომ ისინი ინფორმირებული არიან, კიდევ მეტ ინფორმაციას იღებენ და აუცილებლად ამ კონტექსტში, რომ ესეთი თბილი საუბარი შედგა, ესწრებიან, რომ განაახლონ ჩვენთან ურთიერთობა. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტხან შეჩერდა ჩვენთან და ცოტა უფრო მეტად სიღრმისეული გამოდგა, უფრო საქმიანი საუბარი. მან აღნიშნა, ეს მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა ის სიტყვა გამოვიყენო, რაღაცა პირდაპირ შეიძლება არ ითარგმნება ინგლისურიდან, უფრო სიმღრალესთან იმდენად ესე აღნიშნა რა უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო ეს წინა ასე ვთქვათ ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში. არც მე და დიდი ალბათობით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას უბრალოდ არ სჯერა, რასაც ყვება ბატონი ყაველაშვილი. წარმოუდგენელია ოლიმპიური თამაშების გახსნასთან დაკავშირებული მიღების საზეიმო მიღებაზე ხელის ჩამორთმევის მომენტში ამდენი რამის თქმა მოასწროს ელემენტარულად ადამიანებმა. ძალიან ნაჭმევარია ამას შეხვედრას რო არქმევებ. შეხვედრა ვიცით ჩვენ სხვანაირი. შეხვედრა არის შეხვედრა, როდესაც ადამიანები მაგიდასთან სხედან და საკითხებს განიხილავენ. რა გააკეთა მაშინ მოცნება საიმისოთ, რომ გადატვირთულიყო ამერიკასთან ურთიერთობა. ჩვენ ხედავთ როგორ წინარიან ჩვენი მეზობლები ამ კუთხით. სომხეთი, აზერბაიჯანი, როგორ სარგებლობენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის იმ შეცვლილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით. იმდენად დააზიანა წინა ადმინისტრაციამ ჩვენი ურთიერთობები, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება ამის გამოსწორება. თქვენ ერთია, რასაც ვიტყვით ჩვენ, რასაც იტყვის ჩვენი პრეზიდენტი, თქვათ ამ კონტაქტების გამო და მეორეა თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებამ და მისმა სპიკერმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრები შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და ისინი ამ ნაბიჯებს უყურებენ როგორც წინ გადადგმულ ნაბიჯს. ეს რა თქმა უნდა ამ ოპტიმიზმს გვატებს ასეთი განცხადებები თუნდაც ამერიკელების მხრიდან, თუმცა ისევ ვიმეორებთ, რომ ეს რთული პროცესია, მაგრამ დაძლევადი პროცესია და ოპტიმიზმით უნდა ვუყუროთ ამას.